დილა მშვიდობის ჩემო ძვირფასებო როგორ ახართ როგორ გიგითხოთ ადას ვაჭამე ეხლა და ეხლა გავუშვი იქეთ შემოვიდა ესენი კრემწავის სახე ამოვიბანე და კრემწავის მეთქი და არ დამაცადა საჭმელიო საშინელი ქარია ჩვენთან რობიო გავაცხელე ხომ მქონდა გაყინული ადას ვაჭამე მარტო ეხლა უნდა გავუშალებ ბიჭებს გოდეს ყვასელიც მყავს და მოკლედ თუ შეჭამენ გავუშლი აგერ მაგიტას და აქ შეჭამე მოკლედ მართალია არ შეგწივდეს შენ მოგეცვა ის შენი ისა შაგეთი არ შეგწივდეს მოკლედ ეს ეხლა ეს მქონდეს მერე წავიღებ ლობიო ცხელი ხო კაი მერე გავუყერა გოდერძი სხვანაირად არ ჩერდება და რომელი შარვალი არ გახია ერთი ამან რომელი ეხლა ახარებო ცხელი იყოს ჩემი ავისთვისაც წყალს შევათქობ მხოლოდ ეხლა რა მინდოდა ხო ხაჭაპურის ცომის სულ დავამთავრე? რანგოდე? საწავიღე აბა რომ ვერ ვაგნებ. აჰა, გერ ცხვირწინ მიგებს და ზოგჯერ მუხანის რო ვეუბნები ის აქეთ მემჭირს. მუხანის ვეუბნები ხოლმე რომ ცხვირწინ გიდევს და მაგას ვერ ამჩნევმეთ ხო და აგერ მეც ჭირს მარტო მასი არა ეს ეხლა რატო გავაკეთე და იმიტომ რომ ის არ დავსვარო იქეთ იმიდან შევედი რომ ხელი დავიბანე ძვირფასებო აბანოში ხო იქ Facebook-ზე რაც დავდე გოდეს ვიდეო
არის თვითფასებო ნაწყვეტი მხოლოდ ერთი ცეკვიდან და მოვიწყდა ეხლა როგორ ასწავლის რაღაც ნაწილ ხო ასწავლის ის ხმა იყო კაცათმის თოფია მეორე და მესამე ნაერთი ალბათ ეს ბოლო ნაერთი იყო იმიტომ რომ ხელს ესე რო შვებიან მაგით ამთავრებენ ცეკვას სათითაოდ გააკეთებინან დიდი ვიდეო იყო მაგი ბავშვების ყველას ლიკამ გადაიღო მე ვერ მივდივარ აბა ხო და იმან რა ქვია ლიკამ ჩამიგდო და იქიდან ამოვჭერი გოდეს ნაცეკვი მხოლოდ ალბათ ის ეშლებოდათ და აბა ვინ ჩამაბარებთო და თავიდან გააკეთებინებდა ისე მასწავლებელი რო ზუსტად გავუკეთო ფუჩხოლია ყველი კიდე მაგ ბავშვებმა ჭამეს გიგამ ჭამა მარტო ოღონდ პურთან ხოდა მოჭამე სივათე გითხრათ ერთი თებში ხომი თავაც ხელე კაიდე ცოტა ხანი თამაშო შენ ხო გაქვს კიდე აი ცოტა ბარბარე სხვა არ არის ნახეს რა ამბავი დაიწყო ეხა ამან მოგცა ეგერ მოგცა სხვაფერი არ გვაქვს გახიეს ყველა დედიკო არ ხო ისე ხო კაი გოგო არ გეთამაშება მე ბარბარე იცოდე ათქო ვიჩვიტა ხანი ტიპია ხალხა ხო ხედავთ რა ტიპია ვი მარილი არ მიქნია ეს არ აქვს მარილი და მას მე რამდენჯერ წავედი დამავიწყო და მარილი რომ მომეტანა გოდე ხმას ჩაუწიე მუსიკის ხმა არ მინდა შემომივიდეს იქ ისმის რაღაცა ეხ ცხელი ამას არ უნდა მეტი აურა მაგარ ფილმებს უყურე დღეს დილით ორ ფილმს უყურე ორივე იყო ძალიან მაგარი მეორეზე სატირალი იყო მეორე ფილმი და პირველი ჩხუბის იყო უფრო დღეს თამთას დაბადების დღე. ეს როგორია დოჯინა? კომპუტერი
გოლიას მე ფერებიო ხალხოს მოსი გითხება და მე ფერებიო მე გადამჭ სამხრეთ Podwilo wjechać. გადაშავა იმ მანქანამ რატო აწვალეთ რა დააშავა
გახსოვთ? მე რო გითხარით სულთანიდან ძალიან მე მგონი ახალი მოსული ვიყავი ამ YouTube-ზე. ჩემი კლასელის ბავშვს რაღაც დაავადება გამოუჩნდა. პატარა ბავშვი იყო თოთო, აი საკითხაც 5 წლის 10 იქნებოდა მგონი. მოგეთ ზუსტად არ მახსოვს მაგის ასაკი, გამიგაწვიფასები მაგის მერე რამოდენიმე წელი. ვიდეოც არის იქ, მე უბრალოდ ანგარიშის ნომერი არ ვიცოდი, მაშინ როგორ უნდა დამერთო, არც ეხა არ ვიცი სიმართლე გითხრათ. თორე თქვი რა, ჩემ გამომწერებს თუ ვინმეს ეკნებოდა სული, რომ ჩემსავიჯური ხო არ გინახავს? არა, გეკეთა? კი, დედიკოსაც ყოფილი. ეს არის. ხო და რა ფერი გოგო? შენს ხელზე არ შემიმჩნევია ეხა რომ მოხვედი მე არაფერი. ხელით ათამაშებდი ეხა იმებს სამაჯურს თუ გეკეთა? კი, ერთი მეკეთა. ორი გული ქონდა ვარ. ხელით ათამაშებდი? ხო. იმიტომ რა და შენთან არ მისულა რომ ქონოდა ხელში ეკნებოდა. აქ დევს, მაგრამ ეს ხატი ამ რო უყიდა, ადას ისა. ეს უბრალო. ხო, მოკლედ. და ეს ბავშვი გამოჯანმრთელდა. მაშინ არავინ არ გამომხმაურებია მე მაგ ბავშვის გამო. არაფერზე მე მგონი არც დაიჯერეს. ხო და რატო იხსნი მაგას ბარბარე? გეკეთოს და მერე არ დაგეკარგება. 4 მოუტანა დეიდამისმა ადას და არც ერთი არ აქვს, ეხა ერთი იდევს იქ. ის ერთიც. დღეს ეხა ისინი გამოვგავე, დივნები და ისინი გამოვამტვეს სასრუტე და მან ვიპოვე. დიდი თებში არ მაქვს. სუდა მიმდვრია ამ ბავშვმა დიდი თებშები. ხო და მოკლედ გამოჯანმრთელდა და ჩამოვიდნენ. რა იყო მაგას რაღაც სახელი შეარქვეს იქ ფრანგებმა. ექიმებმა, ვინც უკურნალობდნენ მაგ ბავშვს. ღვთის წყალობით, მადლობა ღმერთსან, ძლიერი ბავშვი აღმოჩნდა. რო დასძლია და ეს ეხა საიდან გავიგე, ჩემი კლასელია ეს და ის ბიჭი ვის ბავშვს ეძგეობნებით. და ჩემს ქუჩაში რო შევუხვევთ ჩვენ, იქვე მარცხენა მხრიდან პირველი და მეორე სახლია ჩემი კლასელის. მე ვარ მესამეც იქეთ წყლისკენ. აი ასე. ეს ეხა გოდეს და ბარბარეს გამოვუცხე უფრო, იმიტომ რომ მარია ბავშვი და სხვა არაფერი არ აქვს. აი ნახეთ, თუ ოდნავ გაიხსნა, ცოტა უნდა და მაგრდება უცებ ეს პურები. მაგიტო არ მე რო ცელოფნიდან არ ვიღებ, მაგრამ ეს ვიდეოს რო ვიღებ, არ მინდა ცუდად გამოჩნდეს. თუ მაგიტო მას ვიღებ ცელოფნიდან და თებში ზევდებ, თორე სუფრაზეც ესე მთლიანად გამაქვს, თუ ვინმეს უნდა გახსნას და ამოიღებს. კარგი, ეხლა მეორეს დავდებ 1 წუთი. გავაკეთე.
ეს გავიგენ იქედან რა ქვია Facebook-იდან იქედოთ და ესე გამეხარდა მართლა თულია მაინც რთული ბოდიში საშინელება ამ ყველაფრის ყურება რო გიწევს რთული რაც იმიდის ამ მასე მდგომარეობას ბავშვები ჩანგლებს არ იყენებენ, ამიტომ ჩანგალი არ ჭირდება და მინდოდა მაკრატელი. ესე ჩევოკარგებ. მოდით, გოდე. ბარბარამ რაღაცას დააწერა. ჩემ დამეტი. მე გითხარით, ნუ თამაშობთ მაგ პულტით მეთქი, მე არ ვიცი. მე არ ვიცი, მერე ჩართვა. ლობიო დაგისხა? თუ მარტო ხაჭაპური შეჭამ. გოდე, მოდი დედიკო შენ. გოდე. მოდი ხაჭაპური შეჭამე. ლობიო და კიდრი და ეს გინდა? პური. თებშზე დაიდე ხა. ხაჭაპური თუ იწყებ, ხაჭაპური დაიდე, მე მეჭამე ლობიო, მაგრამ. იდე. ხაჭაპურს მიაყოლე ის კიდრი, დაიდე თებშზე ხაჭაპური. ის არ მინახია მე. რა დედა? ხაჭაპურთან რომ ჭამ კიდეს. ჭამენდე. ვაიმე რომელია ეხა რო შევიდა იქ და კარი დამიტოვა. ფერი დამიშიაცონდა. ანდარა გამოხვიდე. ეს აი ეს. ნამიშავა შვილი, ნე. კაი, გეგას ლობიოს ვაჭმევ, მე როგორც ვუყურებ. გეგა ხაჭაპურს არ ჭამს. მარტო ლობიოს. ლობიოს. ლობიო და პურის და კიდრის შეჭამს. მიაყოლე დედიკო კიდრი. ცოლი არ მაქვს მეტი. კი მაქვს გაყინული, მაგრამ ფენოვანია მარტო. ნახე, მე მე გითხარით.
ისე მქონდეს. ხელოვანს გამოვიღებ მე. ამას დავმოვიქცე. რომელი მოხდანს? ლობიანი თუ ხაჭაპური? რომელი? ორივე. მე მაგ არა. მე კარგი, ძვირფასება. ეხლა ამათა შეჭამო გემრიელად და მოვალ მე.